მაგრამ ასეთი რამ თუ გინახავთ ამ კითხვით ვიდა დავიწყო ასეთი რამ არ მინახავს თქვათ ნუ 1-3 წლის წინ ამას ვერც წარმოვიდგენდი მაგრამ უკვე 2024 წლიდან რაც დაიწყო შეიძლება თქვენთან ეთერში შეიძლება სხვაგან რა თქვა მეო ასეთი რამე რომ ეს ყველაფერი არის პრელუდია აი თანდათანობით უფრო და უფრო უარეს რაღაცებს მიიღებენ და ეს გაგრძელდება მანამ სანამ დასცალდება ამის გაკეთება სამწუხაროდ ისე აგიხდეთ ყველაფერი და რა არის ამის მიზეზი თქვენი აზრით რატომ მიდიან ამ გზით ნუ ერთი მიზეზი რაც შემთხვევით ზედაპირზე დევს ეს არის შიში დღეს შიშის დათესვამდა თუ თავად ეშინია გეტყვით დღეს არ მახსოვს ვინ თქვა კომენტარებში აი პროცესების კომენტარებში თქვა რომ ჩვენთან უკვე ისეთი მდგომარეობა არისო რომ ყველა უბედურია დიქტატორის გარდაო მე შეუსწორებდი ყველა უბედურია თავად დიქტატორიც კი იმიტომ რომ დიქტატორს გაცილებით მეტად ეშინია ვიდრე ეშინიათ მის მსხვერპლებს აი გაიხსენოთ რაც ისტორიაში ხატრულ ნაწარმოებებში წაგვიკითხავს გვინახავს დიქტატორების თაობაზე თავისი რამდენიმე ორეული რო ყავთ ხოლმე ბუნკერებს იშენებენ თავდაცვის მიზნით ნუ როგორი დაცულები არიან ჯარს აყენებენ ისა ყველა მცუდა დაათავა და რატო აკეთებენ ამას ეშინიათ და ეშინიათ ახლა მე მგონი ამე უცნაურად არ ჩამithვლიან ამის თქმას პირველ რიგში ეშინიათ თავისი გარემოცვის რომელსაც ყველაზე ადვილად შეუძლია გარემოცვის დიდი ნაწილი დაიჭირა უკვე ივანიშვილმა ახლა და ხალი გარემოცვაა ახლა ეს არის საშიში იმიტომ თხასავით შეიძლება გაყიდონ და ყიდდნენ ხოლმე ყოველი დიქტატორის დიქტატორისგან დამხობა ხდებოდა ხოლმე გარემოცვის ხელით. აი ამიტომ დიქტატურის დროს არავინ არის ბედნიერი. და ახლა როგორი საქმეა ასეთი შიში ცხოვრება. თქვენ ქუჩაში ფეხით დადიხართ? კი, რა თქმა უნდა. მეც დავდივარ. და ისინი გაბედავენ ფეხით ქუჩაში გავლას? ძალიან ეჭვმეპარება. ეს ბედნიერებაა? ეს შიში. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ მთელი ეს გამკაცრება კამის არის ივანიშვილის შიშების გამოხატულება? არა მარტო ივანიშვილის. არა მარტო ივანიშვილის. მოდი ეს ძალიან ადვილია, ეცეთ ყველაფერი შეაწმინდო ერთ კაცს. ხელი შეაწმინდო. ეგრე არ გამოუვათ საქმე. იმიტომ რომ აი რისი შიში აქვთ ძალაუფლების დაკარგვის. რატომ? იმიტომ რომ ძალაუფლების დაკარგვა გამოიწვევს მაღალი ალბათობით ნაპარავის ჩამორთმევას. და მაღალი ალბათობით შეიძლება გამოიწვიოს ყველა სიარება, რაღაც ძირითადი, ასე ვთქვათ, მეთაურების, ასე ვთქვათ, თავისუფლების აღკვეთაც. აი ამის ეშინიათ. ამიტომ ამ შიში იწვევს მათ აი ცხოველურ ჩაჭიდებას ძალაუფლებაზე, რომ ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგონ. რადგან და რა შორს წავიდეთ. დაკარგა ძალაუფლება ღარიბაშვილმა. ახლა სად არის? დაკარგა ძალაუფლება ლილუაშვილმა. ახლა სად არის? დაკარგა ძალაუფლება ის თავდაცვის მინისტრი რომ იყო ამომივარდა ბურჭულაძე. ახლა სად არის? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ეს და შიში დიდი თვალები აქვს თვითონ ამ ცვლილებებს როგორ შეაფასებთ? როგორც კონსტიტუციონალისტი, ანუ რამდენად შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას? იცით რა? მე აი ამ პაკეტიდან
წავიკითხე მხოლოდ გრანტების შესახებ კანონის შეტანის ცვლილებები. ეს არის საფუძველი. სხვა დანარჩენი არის ამასთან დაკავშირებული და გამომდინარე და ამის წაკითხვაც აი ნერვები ძლივს მეყო რომ წამეკითხა ბოლომდე. და რატომ? მარტივად თვითონ საფუძველი რაც უდებს ამ ცვლილებებს ეს საფუძველია ანტიკონსტიტუციური. ამიტომ იმ საფუძველზე აშენებული რაღაცა უკვე არაკონსტიტუციური. იქ დეტალებზე ლაპარაკსაც კი არა აქვს აზრი. აი ისევე როგორც ადამიანა პერპეტუუმ მობილე ბერს გაუგია და სკოლაშიც ეუბნებოდა რომ ეს არის მუდმივი ძრავა რომლის შექმნა შეუძლებელია. თუ სწორად მახსოვს მე-19 საუკუნეში საფრანგეთის უკვდავთ აკადემიამ სპეციალური დადგენილება გამოსცა, რომლითაც აუკრძალა მეცნიერებს მათთვის მიტანილი პერპეტუუმ მობილეების პროექტებზე დასკვნების დაწერა. იმიტომ რომ ხალხი იჯდა და ქმნიდა იმას რის შექმნა შეუძლებელი იყო და მე მეცნიერებს უწევდათ აი მოძებნა და ისეთი ეშმაკური მოდელები იყო ძალიან ძნელი მოსაძებნი იყო ხშირად სად არის ის ძაღლის თავი დამარხული და რატომ არის იმიტომ რომ არაფრისგან ვერაფერი შეიქმნება თუ ენერგია არ დახარჯე შენ ვერ მიიღებ რაღაც შედეგს მორჩა ეს არის პერპეტუუმ მობილე აი ასევეა როდესაც იღებ რაღაცას და გხდება საფუძველში ანტიკონსტიტუციური ნორმა თავისუფლად შეგიძლია შემდგომ აღარ წაიკითხო. რა არის ეს ანტიკონსტიტუციური ამოყრა? ნუ მაგალითად გეტყვით ძალიან მარტივ რამეს. ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. გვიწერია პირველ თავში. შემდგომ სახელმწიფოებში წერია რას ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფო. ერთ-ერთი კრიტერიუმი გახლავთ ის სავალდებულო პარამეტრები, სავალდებულო პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ კანონები. ამ პირობათაგან ერთ-ერთი არის განჭორეტადობის პრინციპი. ანუ თქვენ რომ აიღებთ კონკრეტულ კანონს, მე რომ ავიღებ იგივე კანონს, აი ეს რომ აიღებს და ის რომ აიღებს იმავე კანონს, როცა წავეკითხავთ, ოთხივეს ოთხივე მეტნერად უნდა გავიგოთ ეს კანონი. აი თქვენ ისე გაიგოთ, მე ასე გავიგოთ, იმან სხვანაირად, ეს უკვე არის არ არის ეს კანონი განჭორეტადი. არ და კანონის განჭორეტადობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მე როცა რაღაცას ვაკეთებ, მე უნდა ვიმოქმედო კანონის შესაბამისად და არ გავაკეთო ის, რაც აკრძალული მაქვს კანონით. და თუ მე ვერ ვიგებ ეს ის რა არის, რომელიც აკრძალული მაქვს. მორჩა მე პოტენციურ დამნაშავედ მქმნის ხელისუფლება, რომელმაც ასეთი კანონი მიიღო. აი ახლა თქვენ კითხულობდით იმ პროექტიდან რაღაც ამონარიდებს და იხთვით რომ ასეთი განმარტება გააკეთეს რომ ესო იმაზე არ გავრცელდებო თქვათ თვითონ უშუალოდ მეწარმე თუ რამე სიტყვისო არამედ იურიდიულ პირზეო კიდე ასეთი რამე მოვისმინე რომ აი ახლობელი თუ ოჯახის წევრს თუ გადმოურიცხავსო თანხასო ხო მაგის გამო არის ამაზე არ გავრცელდებო ნუ ახლა როგორ გითხრათ წერია ესე კანონში არ წერია აი მე კანონში წერია ნებისმიერი პირისთვის აი ნოემბრის თვეში ნოემბერში რაცა ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა მქონდა და ჩემმა დიშვილმა რომელიც არის ბრიტანეთის მოქალაქე იქ ცხოვრობს იქ მუშაობს გამომიგზავნა ფული პოსტით ეს ფული მივიღე ეს ფული გამოვიყენე მართლაც ჩემი მკურნალობის თვის მაგრამ იმავე პერიოდში მე Facebook-ზე ხან რაღაცას დავწერდი ხან რაღაცაზე გავაკეთებდი კომენტარს ხან ვიღაცას მოუწონებდი რაღაცას
ხან ტელევიზიით გამოვიდოდი და აი როგორც ახლა თქვენთან რაღაცას ვიტყოდი. ეხლა ხომ თავისუფლად შეუძლიათ ხელისუფლებას ჩათვალოს ეგ გრანტად, ხო? რასაკვირი, არა, გრანტად ჩაითვალება აუცილებლად, მაგრამ ეს შეუძლია თქვას, რომ მე ამ გრანტით წყალობით გავაკეთე ეს. და მორჩა, უნდა წავიდე 6 წლის ციხეში. ხო, ნუ კი ერთხელ ვიმეორებ, არჩილ გორდულაძე ვთქვა, რომ ეგრე არ მოხდებაო, მაგრამ კანონი არ იძლევა ასეთი განმარტებით. ასე წერია. ამიტომ ამბობ, რომ ეს არის განუჭრეტადი. არ არის ეხლა უყურეთ თან იქ როგორ ეწერა. სამ პოლიტიკური აქტივობას განმარტებული არ არის. თუ ეს მოხმარდა, შეიძლება მოხმარდეს, ხო? აი, თქვენ და მე, თოფი გააქვთ სახლში, სანადირო თოფია რამე ესეთი. აი, მე მაქვს. და ეხლა რომ მოვიდნენ რომ დაბიჭირო, რომ რადგან თოფი გაქვს, ამიტომ შეიძლება მოხმარდეს, შეიძლება მოხმარდეს კაცის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. ჩამომართვა დამიჭირო ციხეში ჩავსვა. შეუძლიათ, რატო არა? აი, ასეთი რამ, რადგან ვნახეთ ამ კანონ პროექტში, მორჩა შემილია აი ეს, ასე ვთქვათ, კეთილსინდისიერი კონსტიტუციონალისტი, პროფესიონალი. ამის იქით აღარ წავიდოდა და იტყოდა, რომ ეს ნორმა არის არა კონსტიტუციური, იმის გამო, რომ ვერ აკმაყოფილებს განჭრტადობის პრინციპს.